რა უნდა გოგოს მაგალითად ინჟინერიაში ან ტექნოლოგიაში ზოგადად, ხო? სულ ვფიქრობდი, რომ ამას ყველა რატო არ აკეთებს? მე საქართველოში დავჩენილიყავი, ალბათ 10 წელი უნდა მემუშავა, არ ვიცი ზუსტად რა პროდუქცია, რომ მსგავსი გამოცდილება დამეგროვები და product management-ში ძალიან გჭირდება, რომ ტექნოლოგია კარგად გესმოდეს და ძალიან დამეხმარა რა, მოკლედ ამის თქმა მინდა და საქართველოში ინოვაციურობა არ გვაკლია, უბრალოდ შეზღუდული რესურსები გვაქვს. მეც 4 წელია თუ 5 წელია Fulbright სხვა პროგრამებს ვავსებ და სულ არის მომდის. გარემო, სამუშაო გარემო საქართველოში ბევრად კომფორტულია და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩამოვედი ეს არის. მის ახლა ილუზიაში არ ვარ, მესმის რომ რთული პროფესია, ხა ვიღაცას თუ მათემატიკა არ უყვარს, ვერ ისიამოვნებს. სულ აკეთე, სულ ცადე, რომელიღაც გაისვრის. მოგესალმებით მეგობრებო, მე ავთო ვარ, გიბრუნდებით TikTok-ის შემდეგი ეპიზოდით და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის მარიამ გაგუა, Slick-ის co-founder-ი და დირექტორი. მოგესალმები მარიამ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ გვესტუმრეთ და გამონახეთ, რომ შენი ცხოვრება და პირობითად ის გზა რაც გაიარე დღემდე არის ძალიან საინტერესო და ბევრი განსხვავებული თავგანსავალი გამოიარე. თუნდაც პირველი შენი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან, შემდეგ უკვე შენი სამსახურებრივი გამოცდილებიდან და დღეს უკვე რაც საკეთებ, დაბრუნდი საქართველოში და რაღაცა შენი ახალი წამოწყები ძალიან ესეთი კარგი წარმატებული გზა გაქვს. მოდი დავიწყოთ თავიდან, იმიტომ რომ საქართველოს ჩვენ ქვეყანაში ეხა მეტნაკლებად გამოსწორდა ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ შენიც ძალიან ბევრი ჩართულობით და ბევრი კარგი ადამიანის ჩართულობით რაღაცნაირად ის სტიგმები და სტერეოტიპები დაანგრიეს, რომ ქალი ინჟინერია, ქალი ტექნოლოგია ნაკლებად ისეთი სავარაუდო იყო ხოლმე და წარმოსადგენდა ამაში ძალიან გვეხმარებოდნენ მასწავლებლები, რომლებიც აძლიერებდნენ ამ მოცემულობას, რომ რა უნდა გოგოს მაგალითად ინჟინერიაში ან ტექნოლოგიაში ზოგადად, ხო? და ეს არის მეტნაკლებად უფრო მეტად კაცის საქმე. დავიწყოთ შენი გზით, იმიტომ რომ იმ დროში 2014-13 წლებში, როცა ამაზე ფიქრობდი შენ და გაწყვეტდი სადმე ჩაგებარებინა, ძალიან რთულად მოსაფიქრებელი იყო გოგოსთვის, იმიტომ რომ არ ვხოთ გოგოსთვის, მაგრამ იმიტომ რომ ეგ მიმართულებები ტექნოლოგია, საინჟინრო და რაღაცები უნივერსიტეტებს ახალი დამატებულები ქონდათ მეტნაკლებად და ასეთი პოპულარული არ იყო საქართველოში. ხო, როგორც ახლა არის, ხო? როგორ მიხვედი ჯერ მაგ დასკვნამდე, თუ ქონდა რაღაცა შენი ინსპირაციები, რის გამოც გადაწყვიტი, ან შენი რაღაცა მიზნები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ამ მიმართულებებს, მაგით დავიწყოთ და შემდეგ უკვე სხვა რაღაც საინტერესო ფაქტებსაც შევეხოთ. Super, მადლობა ავთო მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ძალიან დიდი ხანია ეს სივრცეში აღარ ვისაუბრია და ძალიან კაი გამოცდილება ჩემთვის. ორი სიტყვით ვინც არ მიცნობს, ხო, როგორც ახსენე, ეხლა მოღვაწეობ საქართველოში, მაქვს ჩემს პარტნიორებთან ერთად დიზაინის და დეველოპმენტის, software design and development კომპანია და იქამდე დავიწყე მეც კომპიუტერული ინჟინერიის სწავლით. შენ კითხვას რო უპასუხო, რატომ ჩავაბარე? ხო, ინჟინერიის შესახებ არ ვიცოდი, არც ოჯახში მყავს ვინმე ინჟინერი, ზოგადად ჩემი მშობლებიც არ არიან უნივერსიტეტ დამთავრებულები და ამ ნაწილში დიდი არ მქონია გამოცდილება, რასაც გარშემო ვხედავდი და გარშემო ვხედავდი, ძალიან პოპულარული იყო ბიზნეს ადმინისტრება და მეც მინდოდა ბიზნესზე ჩაბარება. უბრალოდ რაღაც ესე, მე მგონი ყველაფერი ბედზეა, სამყაროს თუ უნდა რაღაცა მოხდება და ამ გზას გაჩვენებს და ერთ-ერთი ჩემი ასე ოჯახის ახლობელმა მირჩია, რომ მკითხა, რომ რა გამოგდის ყველაზე კარგად სკოლაში და მე ვთხარი, რომ მათემატიკა და ფიზიკა. მათემატიკა განსაკუთრებით ყოველთვის ძალიან მიყვარდა და რაზე გინდა ჩაბარება? მეთქი ბიზნეს ადმინისტრებაზე და ძალიან გაუკვირდა, იმიტომ რომ რა გინდა ბიზნესი, ეხა ტექნოლოგიების ერაა, სან-დიეგოს უნივერსიტეტი ჩამოდის საქართველოში და you need to try. და მე ინჟინერი არ ვიცოდი რა იყო, ეს ისტორია ალბათ ადრე მაქვს მოყოლილი, მაგრამ ორი სიტყვით განმეორდები, სან-დიეგოს საიძრო შევედი, ნახე რომ სულ იყო 3 ფაკულტეტი დადებული, ერთი იყო კომპიუტერული ინჟინერია, მეორე იყო ელექტრული ინჟინერია და მესამე იყო ბიოქიმია. ბიოქიმიაში ქიმია რო ერი არ სამომწონა ქიმია და მეთქი ეს გადაიხაზნა, მაგრამ ელექტრული და კომპიუტერული და მეთქი კომპიუტერული უფრო კარგად ჟღერს. ძალიან რენდომად მივიღე ეს გადაწყვეტილება. და ვიცოდი რომ ტექნოლოგიებში მოხდება და ზუსტად კიდე რას ნიშნავდა კომპიუტერული ინჟინერია, კარგად არ ვიცოდი, მაგრამ ვიცოდი რომ ტექნოლოგიები ახალი სფეროა და ისეთი ადამიანი ვარ ყოველთვის ძალიან ისე ბევრი ფიქრის გარეშე, თუ რაღაცას ვგრძნობ რომ კარგია, პირდაპირ შევდივარ, გადავხტები წყალში და ესე გადავხტი რა, თუ არ გამოვა, არ გამოვა. და მე ნელ-ნელა პირველი კურსი რაღაც ნელ-ნელა რომ ვისწავლე და მივხვდი რა იყო, მივხვდი რომ ისეთ მაგარამეს ვსწავლობდი, რაც
ძალიან გამომადგებოდა ნებისმიერ თემაში, რაც უნდა დამეწყო მერე ან გამეგრძელებინა და დღეს ახლა ინჟინერიას ჩემი თხელებით არ ვაკეთებ, მაგრამ აი ჩემ კომპანიაში მაგალითად ერთ-ერთი მიმართულება არის software engineering და ჩემი პროფესიაც ან სანამ ამ კომპანიას შევუერთდებოდი, იქამდეც იყო product management და product management-ში ძალიან გჭირდება რომ ტექნოლოგია კარგად გესმოდეს და ძალიან დამეხმარა რა მოკლედ ამის თქმა მინდა და ამიტომ ჩავაბარე ისე შემთხვევით, მაგრამ მივხვდი რომ ძალიან კაი გადაწყვეტილება იყო და ძალიან დამეხმარა. ეს შემთხვევით, იმიტომ რომ როგორც ვიცი, სან-დიეგოში მიღება ყველაზე რთული იყო იმ დროში, იმიტომ რომ ამერიკული უნივერსიტეტი იყო თავისი სტანდარტები ჰქონდა და მეტნაკლებად რა ვიცი, ვინც აბარეთო ყველა მაქსიმალური გულებით და გრანტებით და მთელი რაღაც ეგეთი მიდგომა ჰქონდა. კი, ძალიან დაგვეხმარნენ, იმიტომ რომ პირველი წელს ვინც ჩავაბარეთ, ყველანი ვიყავით ესე ასე თუ ისე რაღაც მათემატიკაზე შეყვარებული ბავშვები, ვისაც შეიძლება ბოლომდე არ გვესმოდა, მაგრამ ყველას აი мотиваციის წერილებში ყველას გვეწერა რომ აი რაღაც ძალიან დიდი შექმნა გვინდოდა რომ ცოტა ისე ჟღერს cringe, მაგრამ გვინდოდა რომ საქართველოსთვის გვეშველა, რაღაც დავხმარებოდით ჩვენს ქვეყანას. აი მართლა ყველას ძალიან გულწრფელად გვინდოდა ეს. აი ზუსტად ვიცით რომ ტექნოლოგიებით ხა მე რობოტს შევქმნიდით, რამე ტექნოლოგიურ კომპანიას დავაარსებთ, თუ რა ეგ მეორე ხარისხოვანია, მაგრამ ყველა ძალიან ანთებული გულებით ჩავაბარეთ და იქ გვინდოდა რომ რაღაც ძალიან დიდი და მასშტაბური შეგვექმნა და რაღაც ჩვენი ქვეყნისთვის რაღაც კარგი მოგვეტანა და ხო ეს იყო რაღაც საერთო ჩვენს და ხო მეც გრანტი მომცეს. მე ჩემი დაკვირვებით გეუბნებით რომ აკეთებთ რა ყველანთან რომ აკეთებთ როგორ შენი ისიც ვიცი რა გზას გადიხარ ხოლმე და როგორ ცდილობ რომ მაგალითად ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტად და мотиваცია მიცეთ და კაი მაგალითია და ნათელი მაგალითია YouTube-ის შენი YouTube არხი რომელიც ძალიან მაგარი და პოპულარული იყო ხოლმე და ძალიან ბევრი ადამიანს ესე გაუნათეთ გზა და დააკვალიანე, მაგრამ კიდე ძალიან მაგარი ფაქტი ის არის რომ სან-დიეგოლი ვინც არის შენი ჯგუფელები, ყველა რაღაცას აკეთებს ძალიან კარგად. ზოგი უცხოეთშია, ზოგი საქართველოშია და რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყველაფერს ძალიან მაღალ ხარისხში აკეთებს და მე მგონი ერთი გადაცემა შეიძლება მივუძნა იმ სან-დიეგოელებს რაღაც ცალკე, ვინც ეგ უნივერსიტეტი დაამთავრა. ძალიან მაგარი კურსელები მყავს ნამდვილად და ხო ყველა რაღაცა საინტერესოს აკეთებს. კი, ძალიან საინტერესო იმედი მაქვს რომ სხვა ისინიც გვეყოლება სტუდენტ შემდეგებში. ხო, შენახსენე რომ უნივერსიტეტიდან მე უკვე გადახვედი product owner-ი გახდი საქართველოს ბანკში, როგორც მახსოვს და ეს product owner-იც ახალი სიტყვა შენ რაღაცნაირად მე მგონი ექსპერიმენტულ გზას მიყვებოდი რომ თავიდან აირჩიე კომპიუტერ ინჟინერი რომელიც მეტნაკლებად არავინ არ იცოდა და რაღაცა გარისკი ამ ყველაფერში და მე როდესაც ტექნოლოგიები შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში მძლავრად და ყველა ცდილობდა რომ დიჯიტალიზაცია მოეხდინა საკუთარი პროდუქტების, მაგის ყველაზე კარგი მაგალითი იყო საქართველოს ბანკი და მათი მობაილი აპლიკაციები და არა მხოლოდ საქართველოს ბანკის პრინციპში ვთქვათ რომ ევროპაში მე მგონი ჩვენი ორივე დიდი ბანკის აპლიკაციები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არის, ხო? ნამდვილად. და ამაში ალბათ ჩვენი ქართული ეგოც არის, იმიტომ რომ რასაც ვაკეთებ ყველაფერი ვინდა რომ ხარისხი და ძალიან მაგაც ვაკეთებ. ვიყოთ, კი. ხო და ეს product owner-იც და ზოგადად ტექნოლოგიური მიმართულების მენეჯმენტიც რაღაცა ახალი გამოწვევა იყო, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მენეჯერები ვინც სხვანაირად არიან მიჩვეულები მუშაობას, მათთვის ცოტა სიახლეც იყო, იმიტომ რომ ბევრი ტექნიკური დეტალი უნდა სცოდნოდათ, რომ ზუსტად მიეცათ task-ი, განაეწლებინათ დრო და აშენე და აშენე. აი რომ მოყვე როგორ მიხვედი product owner, როგორ არიჩიე ეგსა და მე რა გამოწვევები ქონდა მაგ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში. როგორ მივედი product management-ამდე? პირველი ჩემი შებიჯება იყო ჰაკათონები. და დღეს ძალიან მიხარია, შენ ხარ ძალიან ჩართული, ნანა ძალიან ჩართულია, ილიას უნივერსიტეტი ძალიან ჩართულია, ბევრ ჰაკათონებს აკეთებ და მგონია რომ ეგ საუკეთესო პროექტია, რაც შეიძლება გააკეთოს სტუდენტებისთვის. მეც ეგრე დავიწყე ჰაკათონებში ვიღებდი მონაწილეობას და მივხვდი რომ ანუ ოღონ მონაწილეობდი როგორც ინჟინერი, ჩემს ინჟინერ კურსელებთან ერთად. და რაღაც ისე მოხდა რომ ამ კურსელებთან ერთად მუშაობდი, მე ყველაზე ნაკლებად ვწერდი კოდს და მე ვიყავი ხოლმე ადამიანი ესე ლაგდებოდა, რომელიც ვიფიქრებდი, ოკეი, აბა რა პრობლემას ვჭრით, როგორი პროდუქტი უნდა შევქმნათ, ფიჩერები რა უნდა დავაპრიორიტეტოთ ახლა MVP-ს საჩვენებლად, ჟიურისთან, პრეზენტაციას მე მიმყავდა, მოვიფიქრებდი ან მესიჯი რა უნდა ყოფილიყო, რაღაც ბიზნეს მოდელი, ანუ თავისი. და გამოდიოდა რომ ხო. იგი ქონდა ფაქტობრივად გუნდზე, ხო? ზუსტად, ხო და გამოდიოდა ბუნებრივად ოღონ რა, გამოდიოდა რომ ერთი ჰაკათონი, მეორე ჰაკათონი, ზოგს ვიგებდი, ზოგს არ ვიგებდი და მე საქართველოს ბანკის ორი ჰაკათონზე ზედიზედ გავედი, ერთზე მესამე ადგილი ავიღე, მე მეორეზე მეორე ადგილი ავიღე და ჩემ გუნდთან ერთად და მე ვეკითხები საქართველოს ბანკის ხალხს, რომ ისე მეთქი რამე ვაკანსია ხო არ გაქვთ, აი დაახლოებით რასაც იმაზე ვაკეთებდი ჰაკათონზე იგივე თქო და
product owner-ის, product manager-ის არისო ეგ როლიო და მე არ ვიცოდი რომ ეგ ესე ცალკე როლი იყო და ოკეი თქო რა და კაიო გავზიარებთო შენ რო დაინტერესებული ხარ დაგიკავშირდებითო მართლა დამიკავშირდნენ თან ვახსოვდი ამ ჰაკათონებიდან გიორგი ვაშაკიძე იყო ეს ადამიანი, ვინც ამიყვანა და დავალება მომცა რომ ოკეი, აბა გითხარის საქართველოს ბანკის mobile banks როგორ განავითარებდიო რა ფუნქციონალები, ვინ იქნებოდა მომავალი target audience-ია, როგორ გაზრდიდიო რაღაც სხვა სეგმენტებზე ასე შემდეგ რა ინოვაციური პროდუქტებს დანერგავდიო და ანუ აი ეს იყო როგორი ჩემთვის კრეატიული დავალება, აი რაღაც ერთი კვირა მქონდა თუ რაღაც და ჩავედი, მოვიკვლიე ყველა ფინტეკ აპლიკაცია, რა მუშაობდა, რა არა ფინტეკები, როგორ შეიძლება და რა არა ფინტეკები შემოვიტანა. მოკლედ, მომცეს როლი და ეს იყო ჩემთვის, ანუ ინჟინერიიდან product management-ში გადასვლის გზა, ესე მოვხვდი ჩემ პროფესიაში. მე მახსოვს რაღაც ჰაკათონის ქონდათ ხო რაღაცა ეგეთი გამოცხადებული მერე არა. კი, რამდენჯერმე ჩატარდა ეს საქართველოს ბანკის ფინტეკ ჰაკათონი. ხო, ძალიან საინტერესო იყო. კი. და რამდენი 1-2 წელი მუშაობდი ხო თუ თუ მეტი 2 წელი მუშაობდი და მერე წავედი უკვე ლონდონში, კლარნაში. ხო, კლარნაზეც რო ვთქვათ, იმიტომ რომ კლარნა ერთ-ერთი ყველაზე ფინანსური მიმართულებით ევროპაში და გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი არის, ხო? და ეხლა საქართველოს ბანკი ნამდვილად არ არის პატარა, თან მithumerat ჩვენ ქვეყანაში, ხო, გიგანტ კომპანიებს შედის, ხო, ზომითაც ადამიანური დასაქმების რესურსი, მოკლედ ძალიან ბევრი კრიტერიუმით და კლარნა ამ შემთხვევაში უფრო სხვა მასშტაბის იყო და როგორია იყო, როგორ მოხდი ეგ ნაწილიც რო გავიაროთ, იმიტომ რომ არ არის ხოლმე მარტივი ეგეთ დიდ კომპანიებში მოხდი რაღაც რამდენიმე ეტაპიანი გასაუბრებები და ასე შემდეგ მოგიწევდა ალბათ და მერე რა სხვაობა იყო ამ ორ შორის პირობითაც რომ იქ რომ მოხდი და ადარებდი ალბათ ლოგიკურია ხო პირველი პერიოდი მაინც რომ რა განსხვავება შემდეგ არის თუ არა რეალურად დიდი განსხვავება ამ ორ კომპანიას შორის ეგ სამუშაო პროცესში რო ვთქვათ როგორ მოხდი ჩვეულებრივად გასაუბრებით 2 წლის მერე საქართველოს ბანკში რაღაც მინდოდა ახალი გამოწვევა, ახალი სიახლე, ძალიან მინდოდა უცხოური გამოცდილება და ესე გავაგზავნე, რაღაც გავუკავშირდა ვიღაცებს, გამომეხმაურნენ და გავიარე, მე მგონი 5 გასაუბრება და მოიცავდა როგორც კულტურული, ისე ტექნიკური ცოდნა, ისე რაღაც დავალება, რაღაც solution-ის მოფიქრება, ბევრ გუნდთან შეხვედრა, რაღაც 5 გასაუბრებაში იყო განაწილებული, თუ არ ვცდები 5 იყო. ხო, ესე მოვხვდი ჩვენ სტანდარტულად. თვითონ იქ მუშაობას და რაც შეეხება ის საქართველოს გარემო და ლონდონის გარემო, თბილისის და ლონდონის გარემო რო შევადაროთ, ვიტყოდი რომ ინოვაციური პროდუქტების ნაწილში, ანუ საქართველოში არანაკლებ თუ უფრო კარგ პროდუქტებს არ ვაკეთებთ, ბევრ ნაწილში, გულწრფელად ვიტყვი, უბრალოდ იქ არის ბევრად დიდი წვდომა ფინანსებზე, უფრო მეტი დახმარება და როგორც შიგნით გუნდში, კომპანიაში, ისე თვითონ ძალიან დიდი ტექნოლოგიური ინდუსტრია იქ და ნებისმიერი გიჟური იდეა, ნებისმიერი რაღაც ექსპერიმენტული შეგიძლია რომ თუ რაღაც სწორი background-ი გაქვს, სწორი კონტაქტები ყავს, სწორი ბიზნეს მოდელი გაქვს და ასე შემდეგ, რაღაცა ფანდინგი აიღო როგორც სტარტაპმა, ისე თვითონ კომპანიაში სუპორტი აიღო, რომ რაღაც ახალი პროდუქტი გაუშვა და გატესტო. ხო, ეს არის ერთი განსხვავება. ანუ საქართველოში ინოვაციურობა არ გვაკლია, უბრალოდ შეზღუდული რესურსები გვაქვს, მაინც ასე თუ ისე გინდა და რაღაც ესე ძალიან გიჟურს, ესე უცბად ვერ დატესტავ. კიდე კულტურული განსხვავება ის არის, რომ ჩემთვის როგორ აი პირადად ჩემთვის აი გარემო სამუშაო გარემო საქართველოში ბევრად კომფორტულია და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩამოვედი ეს იყო რომ აი აქ რაღაც თბილი ხალხი ვართ და რაღაცნაირი გვერდში მდგომი ხალხი ვართ იქ ბევრი პოლიტიკაა აი ეს internal პოლიტიკები, უფრო ცივი ხალხია, უფრო რაღაცა თითის წვერებზე ხარ, აი რაღაც დრო გჭირდება რომ თავი დაიმკვიდრო, შენი თავი ბოლომდე ვერ ხარ თითქოს. სხვანაირი გარემოა, სხვანაირი კულტურაა რა. ეგ არის კიდე განსხვავება. თვითონ მუშაობის ნაწილში ძალიან ბევრი ვისწავლე. ვიტყოდი რომ კონკრეტულად product management ნაწილში, ბევრად წინ არის ლონდონი და ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ფაქტიურად 2 წელი ვიყავი, მაგრამ ამ 2 წელიწადში მგონია, რომ საქართველოში დავჩენილიყავი, ალბათ 10 წელი უნდა მემუშავა, არ ვიცი ზუსტად რა პროდუქცია, რომ აი მსგავსი გამოცდილება დამეგროვებინა, იმიტომ რომ
მაგალითად კლანეს მე ვიყავი ერთ-ერთ სტარტაპში და advisor-ად ყავდა ადამიანი, რომელიც არის მთავარი კონტრიბუტორი მაგალითად პლატფორმ ბიზნეს მოდელების ცნებაში და ამ ცოდნაში და გვამენტორებდა და ჩვენ რაღაცა product market fit ამ რაღაცებს გვასწავლიდა, ჩვენთან ერთად მუშაობდა, იმდენი რამე წამოვიღე ამ ინტერაქციებიდან, როგორც კოლეგების, ისე advisor-ების, მენტორების, რომ მგონია რომ ეგ იყო რაღაცა პატარა, ძალიან ესეთი ეფექტური, ძალიან დიდი გარბენი ჩემ კარიერაში და ცოდნაში. აუ ძალიან საინტერესოა რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მეც ვფიქრობდი ცოტა ხნით წასვლას რა. მე მივხვდი რომ იმდენად მიყვარს აქ მუშაობა, იმიტომ რომ ბევრი რაღაც ვაკეთე უკვე რაღაც მომენტამდე მოვედი, ხო? იმიტომ რომ ეგ არის ხომ არა თავარი გარდამტეხი მომენტი ადამიანისთვის, რომ როცა ახლა ნულზე ხარ, მნიშვნელობად შეიძლება არ გქონდეს სად როგორანაირად დაიწყებ, გარდა ემოციური მდგომარეობისა და ადამიანური ფაქტორებისა, საახლობლოს და შემდეგ, ხო? მაგრამ როცა უკვე რაღაც მომენტამდე მიხვედი, სადაც უკვე აი ეს შენი მომავალი რაღაცნაირად მიზნები და რაღაცები დაგილაგდება, ხო? მე უკვე ძალიან რთულია ხოლმე იქით გადასვლა. ეხლა ერთ-ერთი ძალიან მინდა რომ საქმიანობა არც ერთ შემთხვევაში არ მინდა სხვა ქვეყანაში გავაკეთო, მაგრამ სიამოვნებით ვისწავლდი რამდენიმე წელი კიდე და მე დავუბრუნდებოდი კიდევ, იმიტომ რომ მგონია რომ აი შედაც მოგცა იქ მუშაობით ერთგვარი სწავლის ნაწილიც იყო, რომელსაც მე ისევ ჩამოხვედი და ფაქტობრივად ამ ქვეყანას არ მოახმარ საბოლოო ჯამში, ხო? ეგ არის ხოლმე ძალიან მაგარი მიმართულება ალბათ და მეც ვისურვებდი, რომ ეგ მაგ ნაწილში რაღაცნაირად მეც მივიღავ მონაწილეობა იმის მხრივ, რომ გლობალურად ბევრი პარტნიორი ვყავს და მართან კომუნიკაციის ნაწილში უფრო რაღაცებს ვსწავლობთ, უშუალოდ შიდა სივრცეში მუშაობის მომენტში, თუნდაც სწავლის მომენტში, მგონია რომ რაღაცა ძალიან საინტერესო იქნება. აუცილებლად. და მგონია რომ საუკეთესო კანდიდატი ხარ, რა მიმართულებითაც არ უნდა მოინდომო, სასწავლებლად იქნება თუ სამუშაოდ, იმხელა რაღაცები გაკეთებული ქართული ტექნოლოგიური საზოგადოებისთვის, რომ მგონია რომ აი ტოპ კანდიდატი იქნები და თუ ფიქრობ არ დაელოდო ბევრი. აქვე ვიტყვი გულახდილად, იმიტომ რომ უცებს შენც იმდენად მარტივად მოყევი რაღაცეები, ეგეთი მარტივი ნამდვილად არ არის ხა და მეც 4 წელია თუ 5 წელია Fulbright-ს და სხვა პროგრამებს ვავსებ და სულ არის მომდის რა. ხო და მაყურებელთვის მინდა რა უბრალოდ აღნიშნო. მეც მომივიდა Fulbright-ისგან 2020-ში მე მგონი უარი ხო. ხო, ან მაყურებელთვის უბრალოდ რა რაღაცები ესე მარტივად არ ხდება და ჩვენ რაღაცებს რო პოსტავთ ამ წერტ, ეგ არის უბრალოდ ფინალი, აი შედეგი უკვე რაც მივიღეთ იმ შრომის შემდეგ რაც შეიძლება რამდენიმე წლიანი შეიძლება იყოს რა. ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესში სწავლობ რა, ეგ არის ალბათ რომ არ დანებდე რაღაც მომენტში. თან ახლა არაფერს ავხარჯავ რა, ერთი წერილს წერ ხოლმე 2-3 დღის ამბავია და ვაგზავნე პირობითად. მაგაზე საინტერესო რაღაც გამახსენდა. სუსტად ვერ დავარეფერენსებ ვინ თქვა, როდის თქვა ასე შემდეგ, მაგრამ იდეას ვიტყვი, რომ წარმატებული ან თავის საქმეში წარმატებული ადამიანების საიდუმლო იმაში კი არ არის რამდენად მაგარ რაღაცებს მიაღწევენ ან მოკლედ წარმატების საიდუმლო არის შენს ჩვევებში, ჰებიტებში, ხო? რას ნიშნავს, რომ მაგალითად შენ, მე, ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარს ჩვევა აქვს, რომ რამე შესაძლებლობას ხედავს, ოკეი, უნდა ვცადო და იქ უკვე რა იქნება შედეგი, ან მაგას აღარ აკვირდება. უბრალოდ ეს არის ჩვევა, რომ რაღაცა შესაძლებლობა არის, უნდა ვცადო. არ გამოვა, შემდეგი. აი როგორც ვარჯიში, ხო, ეხლა ძალიან გაგიჟებული ვარ ბოლო პერიოდია, ვარჯიშობ ძალიან ხშირად. ანუ უბრალოდ უნდა ვიარო ფიტნეს დარბაზში, რაღაც დროის განმავლობაში კვირაში, ხო, 4-ჯერ მინიმუმ და ცუდი დღე მექნება ვარჯიშის არაუშავს. აი ამ რეპეტიციით და ბევრჯერ გაკეთებით მოდის შედეგი. ანუ უცბად ერთხელ გავაგზავნე Fulbright-ზე, 2-ჯერ გავაგზავნე რაღაცაზე, შედეგი არ იქნება, მაგრამ 10-ჯერ, 20-ჯერ, 100-ჯერ რო გააგზავნე, ის შენი მოტივაციის წერილიც უფრო კარგად იკითხება. შენ თვითონაც უფრო კარგად იცი რა გინდა და რატომ გინდა. ადამიანებთან ინტერვიუზე რო შედიხარ, უფრო კარგად ყვები, შენ სათქმელს მოკლედ ამბობ, ძალიან ბევრ სხვადასხვა უნარს ივითარებ ამ რეპეტიციით. ამიტომ რომ დავუბრუნდეთ შენ მესიჯს, რომ ვინც გვისმენსო, არეგონოსო, არ მგონია რომ ან მე ვარ ძალიან წარმატებული, ან ბევრი რაღაცა კიდე რაც შეიძლება გააკეთო, მაგრამ თქვათ რომ მაგალითად რაღაცაზე მიმიღწევია, ხო? რაზეც მიმიღწევია უბრალოდ იმიტომ რომ რამე შესაძლებლობა არის ვცადო, ანუ აღარც აღვიქვამ ტრაგედია თუ არ გამოვიდა, უბრალოდ ბევრჯერ ვცდილობ.
ხო, აი ჰაკათონების გამაგალითია მაგის, რომ ხან-ხან ეზარებათ ხომ, აი რა შეიძლება გავაკეთო რა და მონაწილეობის პროცესშიც ძალიან რაღაცა სწავლობ. შეიძლება არაფერი გავაკეთო და ვერ გაიმარჯვო თუნდაც, მაგრამ ამ პროცესში მინიმუმ ადამიანებს იცნობ, ვისაც რაღაცა ერთნაირი ინტერესები აქვს, მიზანი აქვს, რაც გეხმარება მე დასაქმების და არა მხოლოდ, ხო? და მეც აი რომ ვავსებდი ხომ იმ დღის მერე მაგას საერთოდ არ ვკითხულობდი, თუ არ მომდიოდა მესიჯი, ანუ არც მიფიქრია არასდროს რა, იმიტომ რომ მეც ეგრე ვუყურებ, რომ როცა რაღაცა შანსი ხედავ, უნდა აიღო და თუ შეძლებ რომ აიღე, ძალიან მაგარი ადგები გამოიყენებ, მაგრამ თუ ვერ აიღეს, სხვა ბევრი შანსიც იქნება მომავალში, ხო? ანუ მეც ეგეთი მიდგომა მაქვს და ძალიან მახარებს ეგ. ოკეი, ანუ შენ და კულტურას ნაწილობრივ შეეხე, ხო, ეგ სამუშაო გამოცდილებებს და ერთ-ერთი მთავარი ის გამოც მაგალითად საქართველოში გიგანტი კომპანიები არ არის, გიგანტში გულისხმობ, რომ აი რამდენიმე დასაქმების საფეხურები აქვს და ადამიანი შეუძლია რომ რაღაცა ერთ პატარა საფეხურზე დასაქმდეს და მე რაღაცა 10 საფეხურის ზევით აღმოჩნდეს. ჩვენთან ეგეც ლიმიტირებულია, ხო, რაც ყველგან ასე თუ ისე მეტნაკლებად რამდენიმე 4-5 საფეხურიანი ალბათ დასაქმების შანსი და განვითარების შანსი აქვს ადამიანს რა. ვიძახი რომ კომპანიაში 4 პოზიციით შეიძლება განვითარდე მაქსიმუმ, ოკეი. აი რაღაც ესეა, ხო, ზუსტად შეიძლება 4 არ იყოს, მაგრამ მე ვიძახი რომ მაინც შედარებით ნაკლებია, ვიდრე მაგალითად სხვა დიდ გიგანტ კომპანიებში შეიძლება იყოს, ხო? ხო და ეგეც არის ხომ თან ბევრი კომპანია არ არის, ეგეც შევეხოთ მაგასაც, რომ ბევრი ეგეთი კომპანია არ არის, სადაც ამის საშუალება გექნება, ხო? თუ განსხვავებული რაღაცები არის სწავლი კვალიფიკაცია არა იმაღლე და განსხვავებული პროფილით არ დაუბრუნდი მე, ხო? რაც თუ ერთ დეპარტამენტში დაიწყე, იქაც რაღაც ერთი დეპარტამენტით ბოლოს შეგვიძლია რაღაცა მოკლედ გადახვიდე. და ეს ბაზრის ზომა ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე კომპანიების და სტარტაპებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ის გამოც მაგალითად საქართველოში უჭირთ მუშაობა და ეხლა თანამედროვე ახალ სტარტაპებს რაც უყურებთ და პრინციპში სტარტაპის კონცეფტიც ეგ არის, რომ უნდა იყოს სწრაფად მასშტაბირებად და გლობალურად უყურებდეს რაღაცებს. შეიძლება საქართველოში დაარსო რაღაც, მაგრამ არ იყოს აუცილებელი საქართველოში ყიდდე პროდუქტს ან სერვისს თავაზობდე ვიღაცას, ხო? ესე იგი, შენ იქ როცა მუშაობდი, ეს ამ საშუალება ბევრად დიდი იყო, ბაზარი დიდი იყო, ევროპაში აკეთებდით ამ სერვისებს და არა მხოლოდ რაღაცა მახსოვს, რომ ამერიკაშიც ჰქონდათ ხოლმე რაღაცა წარმომადგენლები და ეგეთი რაღაცები. როცა დაბრუნდი და მე მანამ შენ რაღაცა სტარტაპში ჩაერთე, ხო, როგორც მახსოვს, ეგ ნაწილი არ მინდა რომ გამოვტოვო ეგეც. ოკეი, სტარტაპზე ორი სიტყვით ვიყიდე და დაუბრუნდეთ შენ კითხვას. კი, კლარნესარი მე ვიყავი სტარტაპში, ლონდონში ერქვა Beetle, იყო სოციალური აპლიკაცია და ვიყავი head of product, ხო, სანამ ჩამოვიდედი იქამდე. ხო, და მე დაბრუნდი და გააკეთე, მოკლედ გააკეთე რა Slick-ის Shareworthy. ხო, აი ეხა უკვე Slick-ის როგორც დირექტორი და co-founder-ი ამ გადმოსახედიდან უფრო სხვანაირად აფასებ ქართულ ბაზარს თუ როგორ გაქვთ ვაფშე როგორ ყიდით, სატყიდით, რას შვებით, ანუ აი ნაწილით რომ მაგას კარგად შევეხოთ. ჩვენ დიდად ფოკუსირებული ქართულ ბაზარზე არ ვართ, ყავს საკმაოდ საინტერესო ქართული პორტფელის, ქართული კომპანიების, თუმცა ვინაიდან ეს სერვისი, ანუ საქართველოში ხარი, რამდენი აპლიკაცია და ტექნოლოგიური პროდუქტი იქნება, ხო? რაღაცა მაინც ზღვარია. თან საქართველოში ბევრი ფული არ არის, თუნდაც დიდი კომპანიებისთვის ძალიან რთულია, რომ რაღაც გამოყონ ესეთი რაოდენობის თანხა, რომ თლიანად დაფოკუსირებული იყო საქართველოზე. ყოველშაბათში იმ სერვისებს, რასაც ჩვენ ვყიდით, რაც თქვი არის, mobile app-ების და web app-ები, website-ები, ციფრული პროდუქტების დიზაინი, UI UX დიზაინი რაც არის და software development. შესაბამისად, თავიდანვე დაფუძნებიდანვე თემო და ზურა, co-founder-ები Slick-ის იყვნენ გადართული ევროპის და ამერიკის ბაზარზე. საქართველოს ბაზარზეც პარტნიორობ და გვაქვს პორტფელი, თუმცა ხო, გვინდა რომ იქით უფრო გავაფართოვოთ. ეს რაც შეეხება თვითონ Slick-ის ხო, ან მოღვაწეობას საქართველოში და როგორ შევხედე ქართულ ბაზარს, ან ვიტყოდი რომ იქამდე მე ყოველთვის ვიყავი დასაქმებული, მაგალითად ანუ სულ საქართველოს ბანკში მუშაობდი, ხო, იდეაში და საქართველოს ბანკი არის ძალიან კარგი სამუშაო, ყავს ციფრული დეპარტამენტი, სადაც მე ვიყავი, სამუშაო გარემო და ასე რომ ვთქვათ, ეს წნეხი, რომ აი მაგალითად კომპანია ყოველთვის შემოსავლები, გასავლები, თანამშრომლების ბედნიერებაზე ჩვენ ზრუნავ, სეილებზეც ჩვენ ზრუნავ, თქო ჩვენ ძალიან დიდი კომპანია არ ვართ და ბევრი, ანუ უფრო სტარტაპული გარემოა კი და ამიტომაც ხო ეს განსხვავებულია. დანარჩენი ძალიან ისეთია უშუალო ურთიერთობა, ვიტყოდი კომფორტული კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს კონტაქტები რაღაცები დაგეხმარა აქ რაღაცებში თუ არ ქონია кейსი რაღაცებში კი ლონდონში კი კონტაქტები რაც დავაგროვე, თუმცა მგონია რომ ეხლა ყოველ შემთხვევაში აი
ლონდონის კონტაქტები უფრო იქ თუ ძალიან სერიოზულად გადავწყვეტ რომ იქით გვინდა რაღაც გაფართოება, მაშინ უფრო კარგად გამომადგება. ამ ეტაპზე ცოტა ეხლა ისე ვართ, ცოტა აქეთ ამერიკას ვურტყამთ და ხო, შესაბამისად, ხო. და რაც შეეხება შენ დასვიკითხვა, რომ ისეთი კომპანიებიო ნაკლებად ყავს სადაც 4-5 ის იქნებაო. მაგაზე უბრალოდ ჩემს ვიტყვი, რომ განვითარებისთვის არ არის აუცილებელი, რომ შენს კონკრეტულ კომპანიას სადაც მუშაობ, გქონდეს 4 ლეველით და 4 პოზიციით ზემოთ პოზიცია კიდე რომ ეგ გეგონოს როგორც შენი კარიერის შემდეგი ეტაპი. არანაირად. ანუ რაღაც პოზიციაზე რო ხარ, ხო, ყოველ შემთხვევაში ჩემი განმსახედიდან რას უნდა ემსახურებოდეს? ნუ ერთი ყველაზე ის რაც არის მასლოს პირამიდაში პირველი ლეველი რო ანუ დაგიკმაყოფილოს ფინანსური საჭიროებები და ანუ ხო ეს ნაწილი და მე უკვე რომ შენ გაძლევდეს საზრდოს კრეატიულს აი შენ ენერგიას შენ ცოდნას კარგად გახარჯინებდეს და გრძნობდე ანუ ყოველდღიურ განვითარებას რაღაც საინტერესო შენ უნდა განთებდეს ხო ეს არის და მეორე რომ თან ღირებულება უნდა შექმნა ისე რომ თან კომპანიას დაეხმარო თავის სერვისის პროდუქტის გაყიდვაში და ასევე თვითონ მომხმარებელსაც ხო რაღაცა სამკუთხედი იკვრება. და შესაბამისად რაღაც მომენტში როცა მიხვდები რომ ამ პოზიციას ვეღარ ანუ რომელიმე ხო რომ ამოწურე ანუ საერთოდ არ არის აუცილებელი რომ იმ კომპანიაში ესე იგი ცუდად იქნება თავი რატო არ არის კიდე ერთი ზემოთ საფეხური ანუ გაიხედე გარშემო რამდენი ადამიანია ვინც საინტერესო თემას აკეთებს. ხო შენი დაიწყე ხო ხო ამიტომ მაგაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ ანუ ხო აი ძალიან კაი ეგ მაგას შეეხება სხვანაირად ისკენებს ახლა დავალაგეთ და ეხლა კიდე ერთი კითხვა მინდოდა უცებ გამახსენდა რა მე რაც მინახავს მაგალითად თუნდაც სერვისების ან ამერიკული ან ევროპული საიტები ყველაფერი აი ძალიან მინიმალისტური შეუხედავი არ ვიცი რა ანუ აი ჩემთვის არ მიმსიტველი არის ხოლმე ძალიან და ძალიან რთული არის ნავიგაციაც რაღაც მომენტში რა და აი ქართულ საიტებზე ცოტა ისეთ კომპანიის საიტები რაც არის რასაც არ უნდა შეხედო ბევრად უფრო დახვეწილია ყველაფერი და ესე იმიტომ რომ ქართული არ მიგვაჩვია თვალი თუ მართლა ძალიან კარგ პროდუქტებს ვქნით თუნდაც ევროპაში და თუნდაც რა ამერიკის ბაზრისთვისაც კი იმიტომ რომ რაღაცა მე მგონი სხვანაირად უყურებ ჩვენ რაღაცა ჩვენი ერი უყურებს არ ვიცი სხვანაირად მაგრამ ეს სხვაობა ძალიან აშკარა არის ხოლმე როცა მაგალითად რა ვიცი ევროპულ სერვისების ან ნებისმიერი საიტის კომპანიის პირად ბიზნეს საიტს უყურებ და ამ დროს შეიძლება საქართველოში პატარა ძალიან პატარა კომპანიას ქონდეს ბევრად უფრო კარგი საიტი ვიზუალურადაც და არა მხოლოდ რა საინტერესო ეგ დაკვირვება როგორ მე არ მგონია მე სხვანაირად ვფიქრობ ანუ შეიძლება საქართველოში იმიტომ გეჩვენება რომ ანუ ისე ვიძახი ბევრი საიტი ბევრი პროდუქტი არ გვაქვს და ის რაც გვაქვს იქ საუკეთესო დიზაინერები საუკეთესო დეველოპერები მუშაობენ ისეთ ცოტანი ვარ ცოტა პროდუქტია და ანუ შეფარდება ცუდსა და კარგს შორის შეიძლება ხო კარგი უფრო მეტია და მაგით უფრო გვხდება სხვა რავი რა მილიარდობით რავი რამდენი ძალიან ბევრი საიტი და პროდუქტია ხო შესაბამისად შეიძლება ეგ თანაფარდობა ნაკლებია და მაგით გეჩვენება ალბათ, მაგრამ ანუ უცხოეთიდან მოდის ბევრი. მაგრამ კაი მაგალითია რომ საქართველოს ბანკი და TBC ბანკი მათ შორის მათი აპლიკაციები რამდენიმე წელია სტაბილურად პირველ მეორე ადგილს ინაწილებენ იმაში ხო Global Finance-ის ანუ ძალიან მაგარი პროდუქტები გვაქვს ბანკინგში, ფინტექში არ ვიცი, ძალიან არის რაღაცები, რაც აი ეს პატარა აღარ არიან, ფინტეკები ლონდონში განსაკუთრებით Revolut, Monzo ძალიან slick, ძალიან მარტივი, ძალიან კარგი ექსპერიენსები აქვს, მაგრამ არის რაღაც უკვე მორგებული კონკრეტულ სეგმენტზე. საქართველოს ბანკი, TBC ორივე რაღაც ეროვნული თელი ქვეყნის ბანკია და კი, ანუ ყველას ზუსტად, ან და ჩემიც იყენებს, ბებია ჩემიც, მეც, ჩემი და სკოლის მასწავლებელი. სკოლის მასწავლებელი, მიხვდი, ანუ ყველას ფარავენ. იქ კიდე უფრო სეგმენტაცია საშუალებას აძლევს ამ ბიზნესებს, რომ აი უფრო ვიწრო ჭრილში და უფრო ერთ სეგმენტზე ორიენტირებულად განვითარდნენ და ეგ არის ალბათ ერთი განსხვავება, მაგრამ ხო რომ შევადაროთ ძალიან ან ბევრ საკითხში UX-ში განსაკუთრებით ძალიან მოწინავე იმას გამოსილებას ქმნიან. ოკეი, ძალიან საინტერესო არის. და შენ ზოგადად როგორ უყურებ მაგალითად ან რაღაცა შენი კომპანიის მიზნები რა არის იმის ანუ ამერიკული ბაზარს რო ვუტყავთ ეგ ახსენე უკვე, მაგრამ რა არის თქვენი საბოლოო ჯამში მიზანი? ამე ახალი სერვისების დამატებას ხო არ ფიქრობთ ან რაღაც ეგეთი?
ახალი სერვისების დამატება გვაქვს რაღაც სერვისები, რომლებიც არ არის ჩვენი core სერვისები, მაგალითად ბრენდინგი არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი. დავამეტებთ აი მოთხოვნიდან გამომდინარე ალბათ რა, და როდესაც რაღაცები იცვლება, ხო, მე მგონი ისეაც მოთხოვნების იცვლება, სიახლეების შემოდის ეხა განსაკუთრებით და კი, ან ჩვენ იდეაში რასაც ვაკეთებთ ახლა არის ორი სერვისი ფოკუსირებულად. ეს არის UI UX-ი, როგორც დიზაინი, ისე კვლევა, ისე UX აუდიტი, ან დიზაინის მიმართულება და software development-ის მიმართულება. ამ რაღაცას ვაკეთებ, იმიტომ რომ co-founding team-ი, ვინც არის დამფუძნებლების team-ი, ვართ ყველაზე გამოსული ამ თემებში და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მასშტაბით ანუ ეს ადამიანები განსაკუთრებით ანუ ორივე თემო და ზურა თემო იყო საქართველოს ბანკის დიზაინ დეპარტამენტის ჰედი წლების განმავლობაში პირველი დიზაინის სისტემა საქართველოში ასე შემდეგ არის თემოს და თემოს გუნდის შექმნილი მისი ხელმძღვანელობით. ასევე პროდუქტში მე ზურაც ასევე დიზაინში აწელზე მეტი გამოცდილება ჩვენი ასევე ახალი პარტნიორი ტექნოლოგიებში მასაც 16 წლიანი გამოცდილება აქვს ტექნოლოგიაში. ანუ ისეთი დამფუძნებლების თიმი ვართ, რომ ეს გამოცდილებები გვაქვს ყველაზე მეტად და შესაბამისად ამ სერვისებს რო ვაკეთებთ, თავდაჯერებულად ვაკეთებთ. ვიცით რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხარისხზე ანუ ერთი წერტილი წუნი არ იქნება. მარკეტინგი რო დავამატოთ, ეხლა გვაქვს აი პარტნიორი ყავს, თუ გვაქვს პროექტი, ეს პარტნიორი შემოყავს, მაგრამ თუ გაიზრდება ალბათ, ხო, მოთხოვნა. თუ მარკეტინგი სიტყვაზე, მარკეტინგს ისე ვიცახი პირობითად, აი მაგალითად რობოტების წარმოება რა დავთქვა. მე რობოტების წარმოება არ ვიცი, თემამ არ იცის, ზურამ არ იცის, ჩვენმა ტექ დირექტორმა არ იცის. მაშინ რაღაც ახალი ვიღაც უნდა შემოვიყვანოთ, ვინც ეს კარგად იცის, ფული უნდა ჩავასხათ, რომ შესაბამისი თიმი, ანუ სხვა ინვესტიცია, სხვა ასე რომ ვთქვათ, მიდგომები ჭირდება, ხო? ამიტომ ეხლა რასაც ვაკეთებთ ფოკუსირებულად. აი რესტორნები რო არის და მარტო არის მაგალითად ქათამი ან შემწვარი ან მოხარშული, ხო? იმიტომ რომ ქათამი იმან KFC სულ ქათმე. ხო, რასაც ვიცით იმას ვაკეთებთ. რაც არ ვიცით ჯერჯერობით არ ვეკარებით. ხო, ძალიან საინტერესო არის. ძალიან სწორი მიდგომაა რა, იმიტომ რომ მაგის კაი მაგალითები ვიცით, რომ ყველაფერს აკეთებ და მე არაფერი გამოვიდეს და ეგ ძალიან ძლიერი მხარეა მე მგონი რა და მე მგონი საჭიროა. თან თანამედროვე ტექნოლოგიებით რაღაც კონცენტრირებული მიმართულებით ვითარდება წაყან ახსენე აპლიკაციებზეც და ეგეც სიძლიერეც მგონია მე რომ რაღაც კონცენტრირებული ხარ რაღაცაში და main რაღაცა შენი ის გაქვს რაღაცა ხო ბევრად უფრო ხარისხიანად შეიძლება დადო და მე რა თქმა უნდა ბაზარის განახებს რაღაც საჭიროებს იმიტომ რომ ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება მე სულ ვაფასებ ხოლმე ქართულ პერსპექტივებს, რომ აი რაღაცები უფრო მაგრად შეიძლება კეთდებოდეს. საწინაზე ვისაუბრეთ აი წინა პოდკასტში ინდუსტრიული დიზაინზე და წარმოების მნიშვნელობაზე ქვეყნისთვის რა და ანუ გახსენა რომ უსმანის კი არის წარმოება ქვეყანაშიო რა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ჩვენ ახლა რობოტების წარმოებას სახსენე და მაგიტო რომ 2014-15 წლებში როცა საერთოდ არ არსებობდა ეკოსისტემა ესეთი მძლავრი არ იყო, ხო? რა თქმა უნდა საჭირო იყო ბევრი განათლება ამ მიმართულებით და სწორედ იქ ჰაკათონებმა თუნდაც უნივერსიტეტებმა თავის მიმართულებები განავითარეს მე სტარტაპ ეკოსისტემას წამოვიდა და ეხლა უკვე 2014 წლის მე 11 წელია უკვე ეს გამოცდილებები დაგროვდა. და მაგ გამოცდილებების ალბათ ერთ-ერთი აქვია კარგი მაგალითი არის შენი და თქვენი მოკლედ კომპანიაც და რამდენიმე კიდე იქით წარმატებული კომპანია, რომელსაც უყურებ ხოლმე ძალიან სიამოვნებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცა უნიკორნობამდე მივალთ. ერთი უნიკორნი მაინც გვეყოლება ძალიან მალე, იმიტომ რომ მე წინასწარ ვახსენე, რომ აი რაღაც Netflix-ის მაგალითი მაქვს ხოლმე რაღაცა ისეთი. Netflix-ი ხო ისეთი პროდუქტია რა, სტრიმინგ პლატფორმა არის, სადაც ფილმის ყურება შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს კავია ეგეთი, თუ ხო სწორედ კავია. Netflix-ი შოულობს 5-6 თვეში იმდენივე რაც მთლიანი ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი არის წელიწადში. რასაც მთლიანი ყველა ადამიანი ერთად გამოიმუშავებთ, ხო? და სულ ვამბობ მაგალითს, რომ ერთი ეგეთი კომპანიაც რო ყავდეს ჩვენ, ან ერთი კომპანია, რომელსაც იგივე დონის ბიუჯეტი აქვს, რაც მთლიან ქვეყანას. ეს დაახლოებით ხო ნიშნავს, რომ 20-24% წავიდა გადასახადებში და ნიშნავს, რომ 20-24% გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც რა და ეგ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მაგალითად საერთოდ არ არის დაინტერესებული ტექნოლოგიებში და შეიძლება რომ რა ვიცი, ნებისმიერ კუთხეში ცხოვრობდეს ქვეყნის იმის ჯიბეზეც, მასაც შეეხება. ხო, ეს არის რაღაცნაირად ქვეყნისთვის საკეთილდღეო რა, ამიტომ მიხარია ხოლმე ეგეთი კომპანიების გამოჩენა პირველ რიგში ქვეყნის ბაზარზე და მაგიტომ მინდა ხოლმე ძალიან სწრაფად მიაღწიონ წარმატებას, იმიტომ რომ ეს ყველა ჩვენგანისთვის პენსიაზეც აისახება, ჯანდაცვაზეც, რა ვიცი, ყველაფერს გზის მოწყობაზეც და აბსოლუტ განათლებაზეც რაც თავარია და ყველაფერი, ამიტომ ძალიან კარგი გულშემატკივარი ვარ მე ჩათვალე შენის პირადად.
მადლობა დიდი. ანუ აბსოლუტურად გეთანხმები. ყველა ადამიანზე მთელ ქვეყანაზე აისახება, არა მარტო გადასახადებიდან შესული ფულითაც, ეს ადამიანები, ვინც კომპანიებში მუშაობენ, ტექნოლოგიებში, სადაც უფრო მეტი შემოსავალია, უფრო ხარჯვის უნარიანი ხდება თითოეული დასაქმებული, მე მიდის და ისევ იმ მეწარმესთან ტოვებს, იმ ყავის კაფეში ტოვებს, იმ ტანსაცმლის მაღაზიაში ტოვებს ამ ფულს და ხო, ეკონომიკა ხო ესე იზრდება. კიდე ძალიან კაი უცებ ხარ გამახსენდა, იმიტომ რომ Skype-ის მაგალითი, ეხლა რამდენიმე კვირის წინ ბოლო დღე გქონდათ რა, მოკლედ დაიხურა Skype-ი და რაღაცა. ხო, რაღაც ბევრისთვის ბავშვობა არის და თვითონ ესტონეთისთვის კიდე ძალიან მაგარი შანსი, იმიტომ რომ ესტონეთში სტუდენტები ძალიან ბევრი სტაჟირების პროგრამები ჰქონდათ რა, სკოლებიდან მიდიოდნენ, უნივერსიტეტებიდან მიდიოდნენ და Skype-მა ესტონეთის ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტექნოლოგიური გარდამტეხი როლი ითამაშა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გამოცდილება დაუგროვდა და მე Skype-დან წამოსული ხალხი ზოგი Wise-ს აკეთებდა, ზოგი Bolt-ს აკეთებდა, ზოგი სხვა სტარტაპებს და თუ არ ვწდებით მე დავაზუსტებ და ამოვიტან მათ ჩვენებს 11 unicorn სტარტაპი აქვს, ანუ ჩვენნაირი ზომის უფრო პატარა ქვეყანას 11 კომპანია აქვს, რომელიც მილიარდად არის შეფასებული. ეხლა იქ ძალიან მაგარი რაღაც არის რა. ხო, ანუ ეგით რაღაცა მინდა რომ ჩვენ ქვეყანაშიც იყოს, რაც შეიძლება მეტი. და თან გვაქვს მაგის პოტენციალი მე მგონია რა. თავარი ხო და კიდე ის მხარე რომ ამ ეკოსისტემაში ვინც არის, მაინც მეტნაკლებად ყველა ერთმანეთს ეხმარება. სულ და აი მაგაში არიან რომ ერთი როგორც გიქცას გაიკვლევს. მე შეხედავთ მეორეს კიდევ სტელს კი. ხო, აი მაგის მაგალითი იყო, კარგი რაც მახსენდება, პულს არის ამერიკული ბაზარში ინვესტიცია და რაღაცეები და მე უკვე უფრო რაღაცნაირად გაამარტივა. შეიძლება არ გაამარტივა, მაგრამ ვიღაცაებისთვის გახადა შესაძლებელი უკვე. შეიძლება არ ფიქრობდნენ მაგას, რომ ამერიკაზე შეიძლება და ეკეთებინათ რაღაც რა. კი, პულს არის ძალიან ხო ისეთი ნიშნულოვანი ეტაპი იყო მთელი ქვეყნისთვის ვიტყოდ და ტექნოლოგიური აი გახსნა რაღაც თვალსაჩინო თურმე ეს შესაძლებელია ქართველებს შეუძლიათ ეს და კი აბსოლუტურად გეთახმები ერთი დახმარებაშიც ერთმა ეს ძალიან კარგი საზოგადოება ყავს ტექნოლოგიური საზოგადოება და ანუ ყველა ერთმანეთის ხელის ჩაკიდებაში და დახმარებაში ვართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ ამით და თუნდაც ვიღაც რო ამას არ აკეთებდეს ესეც არ ვიცი მაგრამ მაინც თუნდაც ის რომ თავის ხო, არა, თავის საქმეს რო კარგად აკეთებს, ესეც ძალიან დიდი мотиваტორია, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ხოლმე ოფისში სიარული, მიუხედავად იმისა, რომ remote-ად შეგვიძლია ვიყოთ, რატომ? იმიტომ რომ იქ ყველას რო ვხედავ, რომ რაღაცას აკეთებ, მინდა თუ არა, ძალიან ცუდ ხასიათის რო ვიყო, უენერგოდ მაგ დღეს, ან მეც უცბად мотивация. მოდის ეს, ხო. ზუსტად ეგ არის, რო ხედავ შენ გარშემო ერთი აკეთებს, მეორე აკეთებს, მესამე აკეთებს, შენს გინდება რომ გააკეთო, ხო? შესაბამისად, თუნდაც მარტო თავის საქმე აკეთონ და კარი გაიხურონ, ესეც უკვე ძალიან სასარგებლოა ყველა ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი რეალიზებული და შემდგარი და თავის საქმით კმაყოფილი ადამიანი გვეყოლება, მით უფრო ჯანსაღი საზოგადოება იქნება, მით უფრო მეტი სურვილი გვიჩნდება და უფრო ხალხს ბედნიერების ინდექსი იზრდება, ზუსტად. мотивациაც იზრდება, ხედავ რომ შენი მეზობელი არის წარმატებული, იმიტომ რომ ამას აკეთებდა და მინიმუმ შენს ინტერესებს მოდი აბა მეც ვნახო რა გამოვა. და ისიც გეხმარება მე რაღაც გზაზე რა, იმიტომ რომ რა ვიცი, მე ვინცაც ვიცნობ ამ ეკოსისტემაში, რა ვიცი, ანუ იგივე ხალხია რა, იმიტომ რომ აზიარებენ. ხო და აი შენს мотивациაზეც რო ვისაუბროთ, შენ იცახი რომ თუ მიდიხარ სამსახურში და ხედავ სხვები აკეთებენ, შენს мотивациაზეც იზრდება. და შენ თვითონ ხარ ეგეთი ადამიანი, რომლებიც ძალიან ბევრ ადამიანს აძლევდა და აძლევს мотивациას, იმიტომ რომ ჩვენ ბევრ პროექტში გვთანამშრომლობთ, მათ შორის რამდენიმე კვირის წინ იყო ჰაკათონი, სადაც შენ ჩართულობა ხომ და მანამდე ძალიან ბევრ პროექტში, ხა ჩვენ პროექტებში და იმის იქითაც ვიცი რომ ძალიან აქტიური ხარ ამ მიმართულებით, სხვებს აძლევდი мотивациას. მათ შორის შენი YouTube არხიც იყო ხო Fentek Studio, ხო, ერთ-ერთი რომელიც იმ დროისთვის ფაქტობრივად არანაირი ესეთი ინფორმაცია არსებობდა, გარდა ესე პატარა ჯგუფების, სადაც ერთმანეთს უზიარებდნენ, ესე საინფორმაციო ინტერნეტ სივრცეში, ხო, დიდი ინტერნეტ სივრცეში და დაიწყე YouTube არხი, სადაც სხვადასხვა პროფესიებს და წარმატებულ ადამიანებს სხვადასხვა პროფესიიდან აცნობდი ადამიანებს. და ამით რაღაცააც ერთი რომ ინფორმაციას აწვდი რომ ეს მიმართულება არსებობს და შეგიძლიათ რომ ჩააბაროთ და მეორე мотивაციას აძლევდი რომ ან ყველა შეგიძლიათ ეგ გააკეთოთ თუ ამის სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ. ხო და ამაზეც რომ მოგვიყვე რა, ანუ რა იყო თავიდან ინსპირაცია, ანუ მე კი რაღაცნაირად უკვე შევაჩამესავით, მაგრამ შენი ჩართულობა და ის მომენტები როცა ამას აკეთებდი თან ენთუზიაზმით, რამდენიმე 1 წელზე მეტი აკეთებდი მე. 2 წელი. 2 წელი აკეთებდი ამ პროექტს და
პირველ ადამიანს ძალიან მიეცი мотиваცია, იმიტომ რომ მე ვიცნობ ხალხს, ვინც მაგალითად შენი ვიდეოების გამო ჩააბარა ტექნოლოგიური მიმართულებით მაგალითად. მადლობა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი პერიოდი იყო, როცა მე მაგ ვიდეოებს ვაკეთებდი. რატო დავიწყე, რა იყო ინსპირაცია? 2020 წელს კორონა რო დაიწყო, რაღაც ეს სულ მქონდა ეს მასწავლებლობის, რაღაც გაზიარების, აი ეს რაღაც სუმღრღნიტა და ვიფიქრე რომ მეთქი მოდი ერთ ვიდეოს დავდებ თქო. და რაღაც შევაკოწიწე. თავიდან ტექნოლოგიებზე არც იყო რაღაც ზოგადი რჩევები, რაღაც ესეთი ფორმატის იყო და უცბად რომ დავინახე რომ მოწონს ხალხს, მეც რაღაცა მომიხსნა კომპლექსი, ვურეკავ ჩემ მეგობარს ბილის, ბავშვების მეგობარია, არის ეხა უკვე მარკეტინგის დირექტორია, მაგრამ ჩვენ პატარები რა ვიყავით, მაშინ აი ამ რაღაცა პროდიუსინგი, მარკეტინგი ამას აკეთებდა და მეთქი მოდი, შემომიერთდი თქო. მე კონტენტის მოფიქრება, ასე შემდეგ, შენ დამასუპორტე ტექნიკურად და ერთად რაღაცა დავბრენდოთ ეს ყველაფერი და გავაკეთოთ. თქო და მოვიფიქრეთ მაშინ ეს Fennec სტუდიო. და გავუშვით, ვთქვით რომ მოდი ბოლომდე დავფოკუსირდეთ ტექნოლოგიებზე და რატო ვთქვით რომ აი ტექნოლოგიებზე დავფოკუსირდეთ და რატო ეს კონტენტი იყო? მიზეზი ის რომ აი სულ მქონდა ეს გააზრება, რომ მე კომპიუტერულ ინჟინერიის ჩავაბარე და ძალიან ბევრი კარი რო გამიღო ამ პროფესიამ, ძალიან ბევრ მაგარ ადამიანს რო შემახვედა, რომ ხედავ რომ ანაზღაურება ბევრად მაგარია ვიდრე სხვა პროფესიებს, ან სულ ვფიქრობდი რომ ამას ყველა რატო არ აკეთებს? მესმის ახლა ილუზიაში არ ვარ, მესმის რომ რთული პროფესია, ახლა ვიღაცას თუ მათემატიკა არ უყვარს, ვერ ისიამოვნებს, ეგეც მესმის და ყველას თავისი მის აქვს passion. ხო, თავისი. ხო, ვიღაცას ხატვა ინტერესს, რატო უნდა ეჯაჯგურო წამოიდი ინჟინერიაშიო, მაგრამ მე გონა, ძალიან ისე ღრმა რწმენა მქონდა, რომ ბევრად მეტი ადამიანი უნდა იყოს ამ ამბავში, ძალიან მაგარი ამბავია. და ვიფიქრე რომ მეთქი ხა მე რამდენჯერ უნდა მოვყო ამ ჩემ პროფესიაზე, ხო? ლიმიტირებულად, მარტო მე ვერ ვიქნები ინფორმაციის გამზიარებელი, ჭირდება ადამიანები. ადამიანების მეტი რა მყავდა საქართველოს ბანკში. ტოპ ხალხი. ძალიან მაგარი პროფესიონალები. საქართველოს ბანკის გარეთაც რამდენიმე სტუმარი ვინც მყავდა და თქვით მე და მე რომ ოკეი, მოდი ყავდეს სტუმრები, ავრჩიოთ პროფესიები, ტექნოლოგიური პროფესიები, დავფაროთ A-დან H-მდე, რაც მოკლედ ყველაზე ისეთია, ცხელია და არ გვინდა ჩვენ ძალიან რთული კონტენტი. ჩვენ ჭრიდით პრობლემას აი პირველ ეტაპზე. პირველ ეტაპის პრობლემა რა არის, რომ დააინტერესო ვიღაც, რომ მეტის მოკვლევა დაიწყოს. მაგალითად, მეტი მოძებნოს კომპიუტერულ ინჟინერიაზე პირობითად, ან მერე იპოვოს კურსები, სადაც ამის სწავლა შეუძლია, ან ჩააბაროს უნივერსიტეტში. ეს უკვე ამ პრობლემას ჩვენ აღარ ჭრიდით. ეს თვითონ მოაგვარებთ. უბრალოდ რომ მიგვეყანა. აი, უბრალოდ რომ ვიღაცა რო დაბნეული ან ფიქრობს, აი რა გავაკეთო, აი გვეთქვა რომ აქეთ გაუხვიე. აქეთ მაგარია. აი ამ რგოლზე ვიყავით ჩვენ ფოკუსირებული და ამ პრობლემას ჭრიდით და ძალიან კარგად წავიდა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მოკლე ვიდეოები იყო. დავფარეთ უმეტესობა ის პროფესიები, რაღაც 40 ვიდეომდე დღეს დღემდე YouTube-ზე და 41 იყო თუ ნახე. 40-50 აღარ მაქვს. შენ უფრო კარგად გახსოვს. 2 წელი აღარ გამიკეთები არც ერთ ვიდეო, მაგრამ მგონია რომ თავისი მისია შეასრულა. თავისი მისია შეასრულა, იმიტომ რომ ერთი მარტო ციფრულ YouTube-ის კომენტარები რო გენახა, მიხვდებოდი რამდენი ადამიანის დაეხმარა. გაუაზრებლად, აი ზოგჯერ არც მქონდა გათვლილი, რომ აი ეს კონკრეტული მომენტი რამე შედეგს გამოიწვევდა, მაგრამ აი ისეთ რაღაცებს აიღებდნენ და ინსპირაციას ან რაღაც ახალი ინფორმაციას, რომ ჩვენც არ ველოდით ხოლმე. დღემდე ახლა ჰაკათონი ახსენე, მენტორი რო ვიყავი, 3 გოგო იყვნენ და მაჩვენეს რაღაცა პროდუქტი, რასაც აკეთებდნენ, ვზივარ და ვეუბნები, რომ აი არც ვიცი რა კომენტარი, ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ყველაფერი რაც გააკეთე, ძალიან კარგად გავხდი და ეს გამიღიმეს და ეს მეუნებიან რომ ისე ჩვენო გიცნობთო და მეთქი ძალიან სასიამოვნოა თქო შენ ვიდეოებს უყურებდითო და ინჟინერიაზე სამივე მაგიტო ჩავაბარდო ხა ამას რო გეტყვიან ხო აი მეტი რა უნდა გაეკეთე ხო მეტი რა უნდა გაეკეთებინა ამ არხს და ძალიან ბედნიერი ვარ და დღემდე მომდის წერილები რომ აი ან პირველი სამსახური დავიწყე ამ არხის ვიდეოებიდან გამომდინარე და რაღაცა ისეთი კაი რაღაცები მასწავლა ან რაღაცა ჩავაბარე მე ამაზე ან მინიმუმ
რაც იყო ჩაფიქრებული, მგონია რომ ეგ თავის საქმე გააკეთა იმ არხმა და დღემდე რაღაც ძალიან ძვირფასი ადგილი უჭირავს ჩემს გულში და ჩემს ცხოვრებაში მაგ პერიოდს, როცა ვიდეოს ვაკეთებ. ძალიან ვიცი, რასაც იძახი რა, იმიტომ რომ მაგ იგივე რაღაცას ვცნობ მეც რა და ეხლა აქ რო ვიღაცა მიწევს, მე ხუთე ვიდეო დაიდება, ალბათ ეს. მე-5 ან მე-6 რა, ნახოთ როგორ დაიდება და ვიღაცა რომ მიწევს ხოლმე რომ აი რა მაგარი არხია, რაღაც ძალიან საინტერესო ამას ვეძებდი რაღაცა, ერთი იქით დადებითი კომენტარით საკმარისი ხოლმე რომ ის დღე ძალიან ბედნიერი ვიყო. ამიტომ გამოიწერეთ. აუცილებლად გამოიწერეთ. და მარიამ ამდენი რაღაც გამოიარე პირობითად ამ მოკლე დროში, ხო? ბევრ უცხოურ კომპანიაში, ქართულ კომპანიაში, ხა უკვე საკუთარ კომპანიაში მუშაობ, ხო? და ბევრი გასაუბრება, ბევრი რაღაცა ეტაპი ქონია კარიერაში ამ მიმართულებით. რამე ტექნიკა ხო არ გვაქვს ამოღამებული, რომელიც უფრო კარგად, უფრო მარტივად დაგალაგებინებს ამ გზას, იმიტომ რომ წევა მეც ვახსენე რომ 4 წელი რაღაცებს ვაკეთებ და რაღაცა, მაგრამ ძალიან რთულია რაღაც მომენტში, რომ არ დანებდე რაღაცაში, ან სწორად მიუდგე, ან შეიძლება რომ რაღაც მომენტში მარტივი გზაც არსებობდეს, მაგრამ რო არ იცი ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაქვს, შეიძლება რომ რთული გზაა, რომ რამაც შეიძლება мотиваცია დაგიგდოს და რამე ეგეთი ტექნიკა თუ აქვს დამოღამებული, შეიძლება რომ ბევრ ადამიანს დაეხმაროს მოკლედ ამ მომენტში. ერთი ტექნიკა ჩვევა მაგას გავაზიარებ, რომელსაც უმეტესად ვიყენებ ხოლმე ყველა საქმეში. საერთოდ ყველა საქმეში. აი ინჟინერიაში გვაქვს ეგ ფრაზა reverse engineering და რას ნიშნავს, რომ წარმოდგენილი გაქვს საბოლოო პროდუქტი, ანუ რა გინდა რომ მიიღო და მე მოყვები უკანა. რომ ამ პროდუქტის შესაქმნელად რა არის საჭირო, რა კომპონენტები, რა ნაბიჯები, რა ინვესტიცია, რა გჭირდება. მე რასაც ბავშვობიდან თუ რაღაც გააზრებული ასაკიდან ყოველთვის ვაკეთებდი, იყო რომ ძალიან ისე კაფიოდ მქონდა წარმოდგენილი რა იყო ჩემი საბოლოო წერტილი, რა მინდოდა. ეს შეიძლება ყოფილიყო სად ვმუშაობ, ან შეიძლება ყოფილიყო რა სახის ხალხთან მაქვს ურთიერთობა, ჩემი დღის განრიგი როგორია, დილით რო ვდგები, ნერვიულობ და ისევ ვდგები თუ აი მაქვს დრო რომ რაღაცა 15 წუთით რაღაც პირობითად ვიმედიტირო, მაგალითად რომელ ქალაქში ვცხოვრობ, რას ვაკეთებ ყოველ დღე, მეილებს რაზე ვწერ, ყველაფერი კარგად მქონდა წარმოდგენილი, რა თქმა უნდა იცვლება დროთა განმავლობაში, მაგრამ აი რაღაც end goal-ი, რა მინდა რომ ვიყო და როგორი ადამიანი მინდა რომ ვიყო, ეგ ყოველთვის მაინც შაბაშილი მქონდა. შემდგომ უკვე უკან გამოყოლით, ძალიან ბევრი რაღაცა გაიფილტრა. აი მაგალითისთვის ვიცოდი რომ ერთ-ერთი ჩემი შემადგენელი რაღაცა პიროვნების იყო აი ეს მასწავლებლობა, ხო? და ვაკეთე ეს მე და ბილი გავაკეთეთ ეს არხი 2 წლის განმავლობაში. მე მივხვდი რომ ერთი რომ თავისი საქმეც და როლიც ამოწურა ამ არხმა, მაგრამ თან უკვე იმ ჩემი დიდი მიზნისთვის კიდე სხვა რაღაცები იყო ბექლოგში, ასე რომ ვთქვათ, ანუ გასაკეთებელი კიდევ, რომლისთვისაც უკვე დრო არ რჩებოდა, იმიტომ რომ სხვა რაღაცებს მიქონდა დრო. ანუ პრიორიტეტი შეეცვალა ამას და რაღაც სხვა დაპრიორიტეტა. მაგალითად, იმ მომენტში იყო ჩემი უკვე კარიერული, ჩემი პროდუქტ მენეჯერული, ჩემი პროფესიაში უფრო მეტად განვითარება და მაგიტო წავედი ლონდონში. ზუსტად ლონდონში რო წავედი, მაშინ გაწყდა ეს ჩემი YouTube ვიდეოებიც. მე ლონდონში წასვლაზე ვთქვი, რომ ოკეი, ეხლა ჩემი პრიორიტეტი არის, რომ მაქსიმალურად კარგად გავაკეთო ეს პროდუქტი, რაზეც ვმუშაობ და თან მაქსიმალურად ბევრი გამოსვლება დავაგროვო და ახალი ტექნიკები, ახალი თეორიები ვისწავლო product management-ში. მე ეს იყო. მე უკვე მივხვდი რომ ეს სამოწურე და თან ანუ end goal-ი სულ მინდოდა ჩემი კომპანია, მინდოდა რაღაც ეხლა რას ვაკეთებ იდეაში, მსგავსი რაღაც წარმომედგინა სულ. ოკეი, შემდეგ იყო რომ სხვა გამოცდილება მჭირდება, იქ ჩამოწრილი მქონდა რომ მეტი მენეჯერული გამოცდილება, მეტი რაღაცა უკვე კომპანიას რომ მართავ, ასე შემდეგ, ხო? აი, შემდეგ ლოგიკურად შემოვიდა უკვე ეს შემდეგი როლი. ანუ, რო შევაჯამ იმის თქმა მინდა რომ აი ბევრი კითხულობს ხოლმე რომ ახლა ჩვენც დავსვით კითხვას ანამ ჩაწერას დავიწყებდით რომ აი რაზე გინდა რომ ვილაპარაკოთ რა კითხვებს გენგავსეთ და რამდენიმე იყო რომ აი 20 წლის გოგოებს 20 წლის ბიჭებს რას გურჩევდით აი კარიერაში დაკარგულები ვართ აი რასაც გირჩევით არის რომ ეს მართლა აი გულწრფელად წარმოიდგინეთ სად გინდათ იყო და შაბლონურია ცოტა და ისე ჟღერს გასაუბრებელს რომ გეკითხები რა წელიწადში მეც რომ ეგებს ჩავს უსმენდი ხოლმე ცოტა ეგეთი საბჭოა მეკნებოდა მაგრამ მე კარგად რომ მიაზრებდი ეგ არის აი ყველაზე რეალური მაგალითი ხო იმიტომ რომ
წარმატებას არ აღწევენ ადამიანები, ვისაც მარტო უნდათ რა, ვისაც შეუძლიათ რომ ეს ნდომა ქცევად გადააქციო და რუტინად ჩამოიყალიბოს. მე მგონი რომ ეგ არის. და აი, შენ მეც- თქვი რომ ვარჯიშის ნაწილზე რა, რომ ხო. მიდიხარ და ყოველ დღე შეიძლება რომ ერთ დღეში და ორ დღეში ვერაფერი იქცნო, მაგრამ ეს რაღაცა ერთ თვეში უკვე საგზნობი იქნება, რომ უკვე რაღაც შედეგი ქონია რაღაც რა. ზუსტად. და ხო ეს რჩევა შეიძლება ვთქვათ რომ ანუ წარმოიდგინეთ სად გინდათ იყოთ და უკან გამოყევით, ჩამოწერეთ რა გჭირდებათ, რა გამოცდილება, რა ცოდნა ახალი, ხო? დღეს ხარ ყველაფერს შესაძლებელი ერთი პრომპტით შეგიძლია კითხო ბოლო ChatGPT-ს და ის დაგიწერ შენ თუ აღარ გინდა რომ წერო, ხო? ხო, ეს რჩევა მექნებოდა და ასევე ხა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ოკაი, შენ სმარტივია თქმა, მაგრამ რავი, სამსხურები არ არის, აი ჯუნიორი ვარ, ვისწავლე რაღაც და ვერ ვსაქმდები და აი რა გავაკეთო, ხო? კი, მარტივია ხა ამ გადმოსახედიდან თქმა, მეც რო ვიყავი კარიერის დასაწყისში, უნივერსიტეტში, რო ვეძებდი სტაჟირებებს, რაღაცა საქმეს რო უბრალოდ სწავლა, ანუ მარტო არ მესწავლა და რამე მეკეთები და აი ძალიან რთული იყო და რასაც მივხვდი ყველაზე მუშაობს არის აი ამ ჩვევის ჩამოყალიბება, რომ რამე შესაძლებლობა არის, რომ რამე გააკეთო ვინმესთვის კარგი, აუცილებლად გააკეთე. თუნდაც რამე მიიღო უკან, არ მიიღო, მაინც გააკეთე. მაგალითად, უნივერსიტეტში ხარ, რამე იმართება, ჰაკათონი ან რა ვიღაც სპიკერი მოდის, რამე ღონისძიება, არ აქვს მნიშვნელობა. მიდი და უთხარი, მეც ჩავერთვები, მეც დაგეხმარებით. ესეც შესაძლებლობაა. შემდეგ მაგალითად ხედავ რომ ვიღაც რაღაცაზე მუშაობს და შენთვის საინტერესოა, ხო? მიწერე უფასოდ დაგეხმარებით. ან მაგალითად, არ ვიცი, პოსტებს გაგიკეთებთ ხოლმე სოციალურ მედია. არ აქვს მნიშვნელობა, ან დააკაკუნე კარებზე. ან ეცადე რომ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, დაინახო როგორც შესაძლებლობად. და აი იმდენი, აი შემიძლია მართლა მთელი დღე ვიждდე და მოვყვე ჩემი ცხოვრების თითოეული ეტაპი, სადაც აი ესე უბრალოდ ძალიან დაუგეგმავმა ჩემმა ჩართულობა რაღაც ინიციატივის გამოჩენამ და ამ შესაძლებლობების გამოყენებამ, მე ჯაჭურად რაღაც შედეგი იქონია ჩემს მომავალზე. ხო. და ალბათ ბოლოს რასაც ვიტყოდი არის რომ აი რაღაც როგორ გახდე წარმატებული ძალიან რაღაც მაჟრიალებს არ შემი აი ხო აი ძალიან ისეთი ხა წარმატებული თორე ხა მეც ის არ ბილ გეიტსი არ ვიყო მაგრამ იცი რა არის მგონია წარმატებულობა და შემდგარობა არის უბრალოდ როცა ხარ კარგად აკეთებ იმას რაც გიყვარს თუნდაც არ ვიცი კიტრის მოყვანა რო იყოს თუ ეგ გაბედნიერებს არ არის საჭირო ყველა ტექნოლოგიებში იყოს ან ყველა რაღაცა არ ვიცი Forbes-ის გარეკანზე იყოს თუ ასე შემდეგ მაგრამ ეგ გააზრება მქონდა აი ამ ბოლო წელს როცა უკვე ჩამოვედი საქართველოში რომ არ არის ან რაც შენ გაბედნიერებს თუნდაც პოდკასტის ჩაწერა იყოს თუნდაც ბავშვებისთვის სწავლება ან არ არის მნიშვნელობა ეგ არის შენი წარმატება და 20 წლის ბავშვებს მაგას ვეტყოდი ნუ დაიძაბებით, ეგეთი სერიოზული არაფერი არ არის, ეს არის უბრალოდ ცხოვრება. იფიქრეთ მართლა რა გინდათ რომ გააკეთოთ, თუ რაიმე შიგნიდან გრღნით. ცადო. მოусმინეთ ამას და ეცადეთ რომ სულ რაღაცები გააკეთოთ, სულ შესაძლებლობები დაიჭიროთ, სულ ვიღაცებს კითხოთ, დაეხმაროთ, ასე შემდეგ. ხა ვიღაცა არ გიპასუხებს, ვიღაცას არც ძალიან რო გიპასუხოს, მაგრამ ვიღაც სხვა გიპასუხა. ეს ჩვევა რომ ყოველთვის უნდა ვცადო, სულ შესაძლებლობიდან დავინახო. აი ამ ჩვევას მართლა როგორც ყოველდღე იხავ კბილს, ერთხელ გახეხვით ხო არაფერი, ანუ არ ადგება შენ კბილებს. ყოველდღე რო იხავ, ეგ გაძლევ შედეგს, რომ ინარჩუნებ კბილებს. ხო, ზუსტად ყოველდღე თუ არ ივარჯიშე, ან ეს რეპეტიციულად თუ არ აკეთე, შედეგი არ გაქვს. აი, უბრალოდ ჩვევა გქონდეს, რომ სულ რა მიუხედავად გახვალ შედეგზე, არ გახვალ შედეგზე, სულ აკეთე, სულ ცადე, რომელიღაც გაისვრის. ეგ არის მთელი ცხოვრება. მეტი არ არის. აი თან ახლა მე უცებ გამახსენდა მაგ 20 წლის იმაზე, რომ მე ვაპირებდი ინჟინერის ჩაბარებას, მაგრამ რაღაცა იმ წელს ილიანონიში ეგ მიმართულება აღარ იყო. და ამიტომ ჩავაბარე ბიზნესზე, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებდა. დატო ჩავაბარე, იცით, რომ აი საერთოდ არ მაინტერესებდა, ვიფიქრე, რომ ეს რაღაცა შეიძლება უდესმე გავამადგეს. მე დიზაინსა და ტექსაც რაღაცა ჩემითაც ისეთ ვისწავლე, იმიტომ რომ ეს მიყვარს და მაინტერესებს და მოდი მაშინ ისეთ რაღაცას ვისწავლე, რაც არ მაინტერესებს და ჩემით არავის არ დავინტერესდებოდი. ეგ იყო ჩემი მიდგომა ამასთან დაკავშირებით, რომ აი დავაძალე ჩემთავს, რომ მოდი ესეც ისწავლე, იქნებ გამეში გამოგადგეს რა. და პარალელურად რა თქმა უნდა, გადმოვედი ტექში და ტექს სწავლობდი, ჩემი დიზაინს სწავლობდი და ამ დიზაინის სწავლების პრომეთშიც
ესეთი C George ჯგუფი დიზაინერების ჯგუფი და რაღაცა იქ რო ვიღაცა დებდა ხოლმე ვაკანსიას სადაც იხდიდნენ მე მივხვდი რომ ჩემთვის რაღაცა YouTube-დან მარტო სწავლება და ეკეთება არ იყო საკმარისი ცოტა უფრო მეტი მჭირდება და უფრო მეტი კრეატივი ამიტომ იმათ წერდი ხოლმე რომ მე შემიძლია გაიგეთოთ უფასოდ შეიძლება მოგეწონა შეიძლება არ მოგეწონა ჩემს სამეთ მნიშვნელობა არ აქვს არ სწავლების პროცესში და უბრალოდ ის რაღაცა task-ი ვიღაცას რომ მიცემთ მეც მომეცით და მე ჩემ პონჩი ვივარდიშებ რა და ეგეთ ერთ-ერთ кейსზე იმდენად მოეწონა რომ ის ვიღაც დამკვეთსაც გადაუხადა რა თქმა უნდა მაგრამ საბოლოოში მეც გადამიხადა ცალკე და ჩემი დიზაინი არჩია და მან მივხვდი რომ უკვე რაღაც კარგ ციხეს ვადგავა რა და ეგ არის ალბათ მსვლელობის ამბავში და მე თითქმის ყველა ეპიზოდში ვიძახი რომ ეს ჰაკათონები და პროექტებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ბევრ რაღაცას სწავლობ რა ანუ არ უყურებენ ალბათ ეხა უკვე ამ ბოლოს იმიტომ რომ მაშინ როცა კეთდებოდა, მაშინ მეტი არაფერი კეთდებოდა ხოლმე და ბევრი ხალხი ყავდა რა, მეტნაკლებად. ეხაც არ უჩივით ამას, მაგრამ უფრო მეტი ადამიანიც არის ამ ტექნოლოგიური მიმართულებით ჩართული და ხედავთ, რომ უკვე შედარების ამბავში იმ ბევრიდან ძალიან ცოტა მოდის. ხო და აი ცოტა მაყურებს ხოლმე სულ რომ რატომ შეიძლება ესე ხდებოდეს. თან მithometes ეგ მოხალისეობრივი აქტივობაც თუნდაც უცხოეთში მუშაობის ან სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთან საქართველოშიც უკვე საკმაოდ აქცევენ ამას დამსაქმებელად ყურადღებას შენს მოხალისეობრივ აქტივობებს და შემდეგ, მაგრამ ამერიკაში და ევროპაში, რა ვიცი, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის ხოლმე შენ გარდა სწავლებისა, რას აკეთებ იმისთვის რომ დამატებითი უნარები გაიძლიერო ან სხვებს გაუზიარო ეს ყველაფერი რა. ამიტომ რა ვიცი, მეც ჩემი რჩევაც ეგ იქნება, რომ ცადოთ ვიღაცებს რომ მიწეროთ რაღაცები ისწავლოთ, შეიძლება ყველა არ დაგთანხმდეთ, მაგრამ ნუ იქნება ვიღაცა, ვინც რა თქმა უნდა ამაში გიპასუხებს გამოგეხმაურება. იცი, სხვათა შორის ეგეც მგონია დღეს უკვე რომ ზარმაცის აქციელი, აი ვიღაცას რომ მიწერო და გკითხო, რამდენი რესურსია ინტერნეტში, ქართულადაც უკვე, ინგლისურადაც და GPT-ც ქართულად იდეალურად შეიძლება რაღაცებს რო შეგიძლია კითხო და ანუ დაგილაგოს ყველა რაც გინდა რა პროფესიაც გინდა ანუ პირველი ლეველიდან ბოლო ლეველამდე ანუ მაგიტომ მგონია რომ ეგეც ხა ვიღაცას რომ კითხო ეგეც ზარმაცის აქციელი აი ისწავლე შენ თვითონ შენით პრობლემების მოგვარება იმიტომ რომ ძალიან ის არის რთული და დაკავებული სამყარო გვაქვს. ყველა რაღაცას აკეთებს სულ და არ გქონდეს, არაფერს არ ელოდო, არავისგან არ ელოდო, რომ აუცილებლად დაგეხმარება. ანუ შენ რო აკეთებ ამ პოდკასტს, კიდე რამდენი ესეთი პოდკასტია, რამდენი უფრო ფოკუსირებული ტექნოლოგიებზე, ხო? ანუ შეიძლება უბრალოდ მე რავი, რამდენიმე ჩამოთვალა, ესე მე ჩემით ინტერნეტით მისწავლია, ხო? ამიტომ მიადექე ადამიანებს უკვე რაღაც ძალიან ნიშურზე, როდესაც აი უკვე ვერ პოულობ გამოსავალს და შეგიძლია რომ მე კითხო, ხო? თან ეგ ნაწილი თვით განვითარების ნაწილი. დღეს რა ვიცი ამ საუკუნეში ეგ ნაწილი თუ არ გაქვს თვით განვითარებაზე, შენ სულელოდები ვიღაცას რო ის მოვა და გასწავლის. აი მაგალითად მე მქონია ეგეთი ამბავი რომ დიზაინს სწავლა უნდა პირობითად და აი სექტემბრიდან ავიღებ კურსს. ანუ უკვე ეგეთი მიდგომით შენ წაგებულ პოზიციაში ხარ რა, იმიტომ რომ ვიღაცა იმ სექტემბრის კურსში ვინც ჩაერთვება, ის პარალელურად სამი კურსამდე თვითონ სწავლობს, აკეთებს, ხატავს, ცდილობს, სკეჩებს აკეთებს, YouTube-ს უყურებს, რა ვიცი, რაღაცებს ჩალიჩობს უკვე რა. და შენ ელოდები სექტემბერს, როცა ან ორ შაბათს ელოდები, რომ რაღაცა დაიწყო რა. და ეგ უკვე წამგებიანი პოზიცია დღეს, იმიტომ რომ კონკურენცია ხო ძალიან გაიზარდა ყველაფერში და შენ თუ მართლა ელოდები ვიღაცას, რომ ის აგიხსნის მასშტაბებს ელოდები რა. ხო, დღესთან სწავლების მომენტიც ძალიან იცვლება, არ ვიცი, რამდენიმე წელში განსხვავებული ხედვა. საუნივერსიტეტო განათლება ძალიან იცვლება და ეხლა კოლეჯები ცვლიან ბევრ განათლებას, ხო? ანუ უფრო მენტორინგზე გადადიან და არასწავლებაზე, იმიტომ შენ შეგიძლია YouTube-ზე უყურო ძალიან ბევრ რაღაცას და თუ სადმე გაიჭედები და მენტორის ჩართულობა გჭირდება, ამ მენტორის როლიც ეგ არის, რომ უბრალოდ რაღაცებში გამოცდილებით გაგიზიარო, სწორედ. ხო, ანუ რაღაცა ძალიან იცვლება მოკეთ ეს განათლების სისტემაც. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა გადავდივართ ბოლო ნაწილზე, ეს არის ისა ქვია სტრაფი კითხვების ნაწილი. ხო, ეს რაღაცა სახალისო კითხვები არის ხოლმე და აქაც შენ როგორც შეძლებ ასტრაფად ამ ნაკლებად სწრაფად იბასხა. ოკეი. ესე იგი, პირველი შეკითხვა არის ეგეთი, დროში მოგზაურობა შეგეძლოს, წარსულში იმოგზაურებდი თუ მომავალში და რატომ? Oh god. ალბათ ვიმოგზაურებდი წარსულში და იმიტომ ვიმოგზაურებდი, რომ მთელი ან ბავშვობაში ჩემ თავს ვეტყოდი, რომ ნუ ნერვიულობ, გამოვა მაინც, ხო.
აი ხო, ალბათ მაგას გავაკეთებდი. მეც წარსული აი საინტერესო მგონია რა. ხო. ან მომავალი კი მაინტერესებს. მომავალი მოვა ისედაც, ხო. და ხო, წარსულზე. წარსულში არის რაღაცეები, რაც ძალიან მაინტერესებს რა, აი ისტორიით დამოყოლებული თუნდაც. ჩემი ბავშვობის ნაწილი ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ უფრო აი რაღაცა მეფეებს, რაღაცა კონკრეტულ ეპოქებს ვნახავდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ისტორია გადმოცემს რაღაცებს, ყოველთვის ან გაზვიადებული ან რაღაცა ეგეთი ცალმხრივია მეტნაკლებად და კონკრეტული ფაქტები მაგრამ მაინტერესებს. ესეთი კითხვა არის კიდე, სუპერ გმირი რომ იყო, რა ძალა გექნებოდა? აუ, ადამიანების ფიქრების აკითხვა. ხო, ძალიან მაგარი. ოკეი. წიგნები თუ ფილმები? ფილმები არ მიყვარს, სერიალებს რო უყურებ. სერიალები, ხო, შოუები. Netflix-ის მინი სერიალებს. წიგნები აი უფრო ფილოსოფია, ფსიქოლოგია ეგეთ რაღაცებს ვკითხულობ. ოკეი. რამე სხვა გვირჩევდი, ან ურჩევდი მაყურებელს, რაც შეიძლება რომ თუნდაც აი დღეს რამე ერთი ისეთი რაღაც გააკეთეთ, რაც აქამდე არ გაკეთებიათ. ხო? ოკეი. უკაცრიელი კონძულზე რო იყო და ერთი ნიფთის აღება შეგეძლოს? Oh god. ალბათ წავიღებდი ჩემს ტელეფონს, იმიტომ რომ Spotify-ში რამეს მოусმენდი. მარტო გავგიხდებოდი. ბოლოს ან სულ არაფერს ჯობია. დაზოგავდი ხო რაღაცა. დილით გაღვიძება თუ ღამით, ანუ დილით ადრე გაღვიძება და მუშაობა თუ ღამით გვიან მუშაობა? ადრე გაღვიძება, ხო? ოკეი, სულ ეს იყო. ესეთი ხუთი მოკლე კითხვა იყო. ნენელა ამას ვიხოცებით. სულ მინდა ხომ რომ რაღაცა თამაში და რაღაც გავაკეთო რა. ძალიან კაია. ხო, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვიფიქეთ რაღაცე, მაგრამ ნენე დავიხოცებით, გავვითარდებით რაღაცას ვისავთ რა. დავალაგეთ. პირველ რიგში მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გიხადო რომ დრო დაგვითმე და გავგვიზიარე შენი გამოცდილებები. და მინდა რომ წარმატება გისურვო და წეგანას აღვნიშნე, რატომაც არის შენი წარმატება ჩემთვისაც მნიშვნელოვანია და მთელი ქვეყნისთვისაც რა, იმიტომ რომ პატრიოტული სულისკვეთებას რო გადავდოთ გვერდზე და ის რო შენ გიცნობ და ძალიან მხარს გიჭერ ყველაფერში, ეგეც რო სარკი გადავდოთ, რაღაცა პირადი კეთილდღეობას იქნება, რომ ეგეთი ტიპის კომპანიები თუ გაჩნდება ჩემ სფეროში განსაკუთრებით, მეც რაღაცაერთ გამიკვალავს უსას და კიდე ათასობით ადამიანს, ვინც ეხა ინტერესდება, უკვე აქვს რაღაცა ტიპის კომპანია. ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, გისურვებ წარმატებას და შენს YouTube-ს ან რაღაცას თუ ოდესმე რაღაცაერთ გადაწყვეტ, სიამოვნებით, შემიძლია რომ მე დაგეხმარო და ამ შემდეგ. მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა.